სულიად შორს რეალობისგან მე მოუწოდებ ჩვენს ყველა მხარდამჭერს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საკუთარი თავის რისკის ფასად არიან ჩართული საარჩევნო პროცესში და იმყოფებიან დღეს საარჩევნო უბნებზე, რომ ბოლომდე დაელოდონ და ბოლომდე აკონტროლონ თვლის პროცესი, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო შედეგი ძალიან იქნება აცილებული იმ შედეგებთან, რომელიც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დაქირავებულმა სუბიექტებმა ამცნეს რამდენიმე წუთისთვის სრულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე ქართული ოცნება შორს ვერ წავა. როგორ თქვენ გიკვირდეთ? ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რაც საუბრის დროს ვახსენე, რომ ჩვენ დაველოდებით შედეგების დათვლას უბნებზე. ჯერჯერობით ამ პროცესს ვერ მოვწყდებით ვერანაირად. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ პროცესში, ჩვენი მხრიდან არის ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული და მათ უნდა მიეცათ ბოლომდე მუშაობის საშუალება. უფრო მეტიც მე გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრ ქალაქში ვართ როგორც მეორე ტურში და ზოგიერთ ქალაქში მათ შორის პირველი შედეგით ვართ. აქედან გამომდინარე და რაიონში და ქალაქში გულისხმობ, იქ სადაც ტარდება პირველი პირების არჩევნები და რასაკვირველია, ამას ჩვენ არ დავეთანხმებით და არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. თუმცა ეს დაახლოებით ანალოგიური შედეგები გამოაქვეყნა როგორი სამართლებრივი. მე თუზე არ მინდა ავაწყო ჩემი საუბარი. არ იქნება ანალოგიური შედეგი, ეს არის წარმოუდგენელი